ხოლმე ვისაუბროთ თემაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე წნევის გამომწვევი განსაკუთრებით მშობლებისთვის. საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყო 22 ივნისიდან საგამოცდო ბარათების ამობეშტო უკვე დაწყებულია. წელს რეგისტრირებულთა რეკორდული რაოდენობა. რა მნიშვნელოვანი სიახლეებელით გამოსაცდელებს ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ვისაუბრებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, იზინაურობისთვის 22 ივნისიდან უკვე დაიწყო ბარათების ამობეშტვა. რა არის ის მთავარი დეტალები, რაც აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, გადაამოწმონ, რომ მოკლედ ყველაფერი იყოს მწყობრში თვითონ უშუალოდ გამოსდის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ 22 ივნისიდან ორშაბათიდან ყველა გამოსაცდელ პირს უკვე შეეძლო რომ ამოებეჭდა საგამოცდო ბარათი. საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რაც უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას აწვდის აბიტურიენტს იმის შესახებ, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში უწევს მას გამოცდის ჩაბარება და რა დღეებში და რომელ საათზე არის ის გამოცდები, რისი ჩაბარებაც მას მოუწევს. შესაბამისად, საგამოცდო ბარათი აუცილებლად უნდა იქნას წარმოდგენილი აბიტურიენტის მიერ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ის დოკუმენტები, რომელიც აბიტურიენტის გამოსაცდელის იდენტიფიცირების საშუალებას ახდენს ცენტრისთვის და არის ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ მათ გამოცდაზე დაუშვებთ. რა მოხდება თუ დაგვრჩა საგამოცდო ბარათი? პირადობა თუ დაგვრჩა გასაგებია, ვერ დავამტკიცებთ რომ ჩვენ ვართ, მაგრამ საგამოცდო ბარათის სახლში დარჩენის შემთხვევაშიც იქვე ცენტრის წარმომადგენლები თითოეულ საგამოცდო ცენტრში დაეხმარებიან აბიტურიენტებს, ისევე როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახლში დარჩენის შემთხვევაშიც, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა გამოსაცდელ პირს, რომ აუცილებლად მიაქციონ ყურადღება, რომ ეს დოკუმენტები არ დარჩეთ სახლში და თან იქონიონ, თუმცა თუ კი ისე აღმოჩნდა, რომ რომელიმე მათგანი დარჩათ სახლში, ამის გამო სახლში არ დაბრუნდნენ, გააგრძელონ გზა საგამოცდო ცენტრისკენ, სვლა მიზნისკენ და იქ ჩვენი წარმომადგენლები დეტალურ კონსულტაციას გაუწევენ იმასთან დაკავშირებით, თუ დაუშვათ რა ვადაში უნდა იქნეს შემდგომში წარმოდგენილი და რა გზების საშუალებით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ცენტრში იმისათვის, რომ ის ნაშრომი, რაც მან დაწერა და შეასრულა დავალება, გასწორდეს და გასწორებას დაექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია არის დასრულებული, ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის შესაძლებლობა პრიორიტეტების გადახედვა და პროგრამების შეცვლა, გადაადგილებაც კი. ზუსტად რა დრომდე არის ამის შესაძლებლობა? დიახ, პროგრამების ცვლილება აბიტურიენტებს და შეუძლიათ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს პერიოდში მათ უკვე გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ამიტომ აი ამ პრიორიტეტების გადანაცვლებაზე და ფიქრისგან ალბათ იმედია, რომ უпростоრეთ სასურველი არის, რომ ცოტა ხანი თავი შეიკავონ და გამოცდაზე იყვნენ ორიენტირებული, იმიტომ რომ პრიორიტეტების შეცვლა მათ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ, გამოცდების დასრულების შემდგომაც შეუძლიათ და აპელაციის შედეგები, როდესაც გამოქვეყნდება, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღის 6 საათამდე შეუძლიათ, რომ კიდევ გადაანაცვლონ პრიორიტეტები, დაამატონ დაუშვათ ის პროგრამები, რაც მანამდე შერჩეული არ ქონდათ. ამიტომ შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლიათ პროგრამების დამატება, შეუძლიათ წაშალონ ის პროგრამა, რომელიც შერჩეული ქონდათ და ეს პერიოდი დაახლოებით გრძელდება ხოლმე სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებამდე. ქალბატონ თამარ, ჩვენ როგორც ვიცით, თბილისში კონკრეტული მეტროსადგურები და საგამოცდო ადგილებამდე დაინიშნა სპეციალური მუნიციპალური ტრანსპორტი, იმისათვის რომ აბიტურიენტები მივიდნენ დროულად, ხო, თავიანთ დანიშნულების ადგილამდე. რა დროებში იქნება, რომ ზუსტად იცოდნენ როდის მივიდნენ და როდის მოახერხონ სწორად და ზუსტად მისვლა. დიახ, ჩვენ საგამოცდო ბარათებთან ერთად ვებგვერდზე დავდეთ, განვათავსეთ ასევე ინფორმაცია მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებთან დაკავშირებით და შესაბამისად აბიტურიენტს შეუძლია იხილოს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე იმ საგამოცდო ცენტრის მისამართის და მასთან მისასვლელი მარშრუტის შესახებ. Google Maps ლინკები არის ასე ვთქვათ დატანილი და მარტივად გადავლენ და მოძებნიან ამ მისამართს და ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში გამომდინარე იქედან, რომ ყველაზე მეტი საგამოცდო ცენტრი გვაქვს, 9 საგამოცდო ცენტრი არის და 9-ზე მეტი აბიტურიენტი თბილისში არის რეგისტრირებული. საგამოცდო ცენტრები ძირითადად ქალაქს გარეთ არის, ანუ გარეუბნებში განთავსებული, გარკვეული ჩვენი კრიტერიუმები გვაქვს, რომ საგზაო მოძრაობას, ტრაფიკს ხელი
არ შეუშალოთ ქალაქში და უფრო დიდი სივრცე იყოს იმისათვის, რომ აბიტურიენტების გულშემატკივრები განთავსდნენ და ასე შემდეგ. შესაბამისად, 4 მიმართულებით საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტი მითითებული გვაქვს ასევე, რომელი მეტროსადგურებიდან გავა კონკრეტული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით და მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დილის 6 საათიდან იმუშავებს საღამოს 8 საათამდე, ამიტომ გადაადგილების და დროულად გამოცდაზე მისვლის პრობლემა მათ არ ექნება. ვერაფერს ვეღარ მოიგონებ. ეხლა უნდა დავსვა ლეგენდარული კითხვა გამოსვლებთან დაკავშირებით. რომელი ნივთების შეტანა იკრძალება საგამოცდო სივრცეში და თუ არის რამე წინაპირობა იმისთვის, რომ ნაშრომი არ შესწორდეს ან არ შეფასდეს? დიახ, ჩამონათვალი, რომელიც იკრძალება საკმაოდ ვრცელი არის და ამიტომ ჩვენი საეთერო დრო ამ ჩამონათვალს არ ეყოფა, მაგრამ მე შემიძლია ჩამოთვალო ის ნივთები, რომლის შეტანაც არ ეკრძალება და რამდენიმე ისეთი ყველაზე გავრცელებულ ნივთსაც დავასახელებ, რომლის შეტანაც არ შეუძლიათ. ანუ აბიტურიენტს საგამოცდო პროცესზე შეუძლია, რომ თან იქონიოს წყალი პლასმასის ბოთლით, ოღონდ აქ რა თქმა უნდა იგულისხმება 9 ლიტრიანი ბოთლით წყალი და დიახ, ყოფილა რომ 5 ლიტრიანითაც, იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო მშვიდდება თითქოს აბიტურიენტი, რომ შეხედავს, რომ რაღაც დიდი რაოდენობის წყალი აქვს, შემოიტანს 9 ლიტრიანი ბოთლით პლასმასის ბოთლით წყალს, თუ მისთვის ეს საგამოცდო პერიოდის მანძილზე საკმარისი არ იქნება, საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ მათ წყლით. ასევე შეუძლია შემოიტანოს თუ აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, კალამი და ამისი სურვილიც ხშირად აქვთ ხოლმე, თუმცა კალმის სტანდარტებიც ასევე ჩვენ დადგენილი გვაქვს და განსაზღვრული გვაქვს, რომ აუცილებლად ბურთულიანი, ეგრეთ წოდებული გელიანი კალამი უნდა იყოს, რომლის წვერიც არის 0.5-დან 0.7 მმ-მდე და ეს პარამეტრებიც აუცილებლად კალამზე უნდა იყოს დატანილი. კალმის შემოტანა აუცილებელი არ არის. გუშინ მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს აბიტურიენტებს გონიათ, რომ აუცილებლად თან უნდა იქონიონ და სპეციალურ საკანცელარიო მაღაზიებში იძენენ საგამოცდოდ. გელიანი კალმების დეფიციტია. ყველა აბიტურიენტს აბსოლუტურად კალამი, რა თქმა უნდა, დარჩება დახვდება საგამოცდო სივრცეში. ტელეფონები აკრძალულია, ელექტრონული მოწყობილობები აკრძალულია, ნებისმიერი დამხმარე საშუალება აკრძალულია. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები აბიტურიენტებს პირველ რიგში, თქვენ წარმატებები და იწყება ნამდვილად დიდი ციებ-ცხელება და მე მინდა რომ ყოველს იმშვიდეოს რომ პირველ რიგში რომ ხელო მიცის ხოლმე ხელი შეშლა გამოცდაზე.